დიახ, ამ წუთებში იწყება საქალაქო სასამართლოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრის რეილა ცომაიას სასამართლო პროცესი ქალის, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს დევნილი იყო იმ ქალის, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში აგროვებდა ხელმოწერებს პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში იზოლატორიდან რეილა ცომაია უკვე გადმოიყვანეს. ლელა ცაგარეიშვილი იქნება ის მსაჯული, რომელიც დღეს მის საქმესთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ლეილა ცომაია წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე საქმე აქვს გაერთიანებული და საინტერესოა როგორი იქნება დღეს ძალოვანი უწყების პოზიცია. მოითხოვენ თუ არა ლეილა ცომაიას დაპატიმრებას. თავად ცომაია აცხადებს, რომ მას არ ეშინია ციხის, არ ეშინია ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებების და არ ემორჩილება ხალხის მიერ რეჟიმად გამოცხადებული ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებს არ იცნობს, არ იცის რა მტკიცებულებები ჩადო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ ლეილა ცომაიას წინააღმდეგ, თუმცა უფლებადამცველისთვისაც ცნობილი არის, რომ ლეილა ცომაიას გატაცება მოხდა გუშინ რუსთაველის გამზირიდან. დაგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთგვარი სპეცოპერაცია და ტაქსის მძღოლის მეშვეობით მოხდა მისი გაყვანა ტერიტორიიდან. ქალბატონი ლეილა საღამოს უკვე რუსთაველის გამზირიდან ბრუნდებოდა სახლში, როდესაც ის ტაქსში მეგობარ ქალბატონთან ერთად ჩაჯდა სახლში გასამგზავრებლად. უცებ ტაქსი და პოლიციაც მიადგა მანქანას. უცებ ტაქსის მძღოლმა მანქანა გააჩერა. უხეშად უნდა ვთქვა, რომ გადმოყარა ორივე ქალბატონი მანქანიდან, ხოლო ქალბატონი ლეილა პირდაპირ პოლიციის მანქანაში ჩასვა. შენი ადგილი აქ არისო. მე არანაირი იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ დღეს მოსამართლე ლეილა ცაგარეიშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის გამოცხადებული ტერორი. გიენებივით შეესევიან, საღამოობით აკავებენ ყველას, ვინც მოეჩვენებათ, რომ გადავიდა და ქუჩა გადაკეტვა, ან რაღაცა ზედმეტად აქტიურა, ყვებიან თავის დღის წესრიგს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს შევაცვლევინოთ ეს დღის წესრიგი. კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის გამოხატვის უფლების გამო მეორედ გაუშვეს ციხეში იმედა კლდიაშვილი. რამდენიმე წუთის წინ მიიღო მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილება იმედა კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ერთხელ მას უკვე 9 დღიანი პატიმრობა შეფარდებული ჰქონდა, თუმცა იზოლატორიდან გამოსულს დააწიეს, რომ კიდევ ერთი საქმე იყო მის წინააღმდეგ შესული სასამართლოში. იმედა კლდიაშვილთან გასაუბრების შესაძლებლობა ჩვენ გვქონდა, ვიდრე ის სასამართლოში შევიდა და ახლა მისი ბოლო ინტერვიუ დაკავებამდე შეუძლიათ მაყურებლებს რომ მოისმინონ. ჯერჯერობით ყოველდღე იქნება მაინც რუსთაველი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დრაკონული კანონი მიიღეს მხოლოდ იმის წინააღმდეგ, რომ ეს კონკრეტული ერთი აქცია უკვე ხელში აქვს ივანიშვილს და ხდება, რომ ამ ხალხს ვერაფერი მოუხერხა. მიუხედავად ამისა, ხალხი ყოველდღე მიდის და მაინც კეტავს გზას. მეტიც მე იქ შეხვდნენ მეგობრები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ აიღონ შევებულება და მივიდნენ და თვითონ გადაკეტონ გზა. უბრალოდ რაღაცნაირად ყველას უნდა დაფიქსირდეს, რომ ის ამ კანონს შეეწინააღმდეგა რაღაც ძალით, რომ მაქსიმალურად ბევრმა უნდა მივიღოთ ამ პროტესტში მონაწილეობა. ერთი ეს არის და მეორე რაც შეეხება სისხლით გადაკეტვას, ანუ ისეთ გადაკეტვას, რომელზეც სისხლია. ჩემი აზრით ეს უფრო ორგანიზებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი კაცის გადაკეტვა არ ამგონია ივანიშვილის რამე შეფერხებას ან პროტესტს მოუწევს. რაც უფრო მეტი შევიკრიბებით, მე შეიძლება დაორგანიზდეთ თუ იქნებით სადღაც 300-500 ადამიანი. ვიტყვით, რომ აი 300 ადამიანი აბა ერთად მოდი დაგვიჭირეთ. იმედა კლდიაშვილი დააკავეს 21 ოქტომბერს და უთხრეს, რომ 19 ოქტომბერს რო გზას კეტავდი, მაგის გამო გაკავებთო და 9 დღით გაუშვეს პატიმრობაში, როცა გამოვიდა ციხიდან, ეხლა უთხრეს, რომ ეხლა 20-ში რო კეტავდი, მაგის გამო უნდა გაგიშვე ციხეში და 3 დღით გაუშვეს პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ინერგება საკმაოდ მახინჯი პრაქტიკა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლა შეუძლია, რომ უკან გადათვალოს იმედა კლდიაშვილი კიდევ როდის კეტავდა გზას და ისე რომ სისხლის სამართლის არ დააკავოს ციხეში გაუშვას, რა ვიცი, თითქმის 1 წლით. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ უნიათო და დაუფიქრებელმა ცვლილებებმა, რომელიც შეიტანეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. საქალაქო სასამართლო დილიდან არის მოვლენების ეპიცენტრი. ევროპული მომავლის მცველების სასამართლო პროცესები ერთმანეთის პარალელურად ტარდება საერთო ჯამში. დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების გამო დაკავებული 8 პირის სასამართლოს ხდომა უნდა ჩატარდეს.